მჯერა მექნება კუბის ხელში ჩაგდების პატივი. განუცხადა მედიას დონალდ ტრამპმა თეთრსახში მათთან შეხვედრისას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აქამდეც არაერთხელ მიანიშნა, რომ ირანში სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ კარიბის ზღვის აუზის კუნძულოვან სახელმწიფოს ჯერი დადგება და დასრულდება 70 წლიანი კომუნისტური მმართველობა. ტრამპმა ჯერჯერობით არ იცის ამ შემთხვევაში რომელ გზას აირჩევს. ძალას, რომელიც ვენესუელაში გამოიყენა თუ როგორც ირანში. დიახ, შემიძლია რაიმე ფორმით კუბის დაპყრობა, გულისხმობ მის გათავისუფლებას ან აღებას. ფიქრობ, მისით ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რაც მსურს. ახლა ეს ძალიან დასუსტებული ქვეყანაა და დიდი ხნის განმავლობაში იყო ასე. მათ ყავდათ ძალიან დაუნდობელი ლიდერები, მათ შორის ფიდელ კასტრო და მისი ძმა. ისინი ქვეყანას ზალადობრივი გზით მართავდნენ, თუმცა ბევრ სურს მანამდე არსებულ წყობას დაუბრუნდეს. მთელი ჩემი ცხოვრება ვისმენდი, როდისღა გააკეთებენ ამას ამერიკის შეერთებული შტატები. ჯერა მექნება კუბის ხელში ჩაგდების პატივი. ეს ნამდვილად უდიდესი პატივი იქნება. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ისინი ჩვენ გვესაუბრებიან. ეს არ შემდგარი სახელმწიფოა, მათ არც ფული აქვთ, არც ნავთობი, საერთოდ არაფერი. სამაგიეროდ აქვთ შესანიშნავი მიწა, ულამაზესი პეიზაჟები. ეს ბრწყინვალე კუნძულია. ფიქრობ, შესანიშნავი ხალხია. კუბიდან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც საშინლად ექცეოდნენ, აქ კი ისინი გამდიდდნენ. ძალიან ყოჩაღი, ჭკვიანი ადამიანები არიან და ბევრი იციან, განსაკუთრებით მათ, ვინც ფლორიდიდან არიან. ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ამ კომენტარითაც დაადასტურეს მანამდე ჰავანას მიერ გავრცელებული ცნობა, რომ კუბისა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებებს შორის კომუნიკაცია შედგა. 13 მარტს კუნძულოვანი ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არსებული უთანხმოებების მოგვარება დიპლომატიური გზით და მოლაპარაკებებით სურთ. მიგელ დიას კანელმა ამერიკული მხარე კვლავ დაადანაშაულა ენერგოკრიზისში, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გამწვავდა. წყობრიდან გამოვიდა კუბის მთავარი ელექტროსადგური, მოსახლეობას კი მხოლოდ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში აქვს დენი, ისიც დღე-ღამეში 2 საათის განმავლობაში. გასული ღამიდან უკვე 24 საათია ელექტროენერგია არ გვაქვს. ქსელის მდგომარეობისა და სისტემის ქმედუნარიანობის მიხედვით გვაქვს დღეები, როცა დენი 17 საათის განმავლობაში არ მოგვეწოდება. ელექტროენერგიის პრობლემა ეს უბრალოდ ბოროტებაა. რა იქნება? 2-3 დღე ელექტროენერგიის გარეშე და რაც გვაქვს ყველაფერი გაფუჭდება. არავინ არაფერს არ იტყვის და არავინ არაფერზე არ გვპასუხობს. შექმნილ მდგომარეობამ ადგილობრივების მწვავე რეაქცია გამოიწვია, რის გამოც 14 მარტს ისინი თავს დაესხნენ მმართველი კომუნისტური პარტიის ოფისს და შენობას ცეცხლი წაუყიდეს. მიუხედავად იმისა, რომ კუბა ნავთობის 40%-ს აწარმოებს და საკუთარ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მრავალმილიონიანი მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რადგან სახელმწიფო ელექტროქსელი ფაქტობრივად გამოუსადეგარია. ნედლეულის ექსპორტს კი დაწესებული ემბარგოს გამო კუნძულოვანი ქვეყანა ვერ ახერხებს.